ჩვენ დღეს ვიმყოფებით ქვემო ქართლში, სოფელ კოდაში, სადაც გაშენებულია კაკლის ბაღი 10 ჰექტარზე. აღნიშნულ მეურნეობასთან ჩვენ თანამშრომლობთ უკვე 3 წელია. თავდაპირველად სარწყავი სისტემა შევცვალეთ და არ ჩავერიეთ მცენარეთა სხვა ფორმირებაში, რამდენადაც ბაღისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოსავლიანობის გაზრდა და ეს შევძელით ხარისხობრივი მაჩვენებლებით შევინარჩუნეთ. დღევანდელი ჩვენი ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ფერმერს ვასწავლოთ, როგორ უნდა გასხლას ბაღი. მცენარეები მიძინების ფაზაშია და ამ დროს სხვა სრულებით შესაძლებელია. აქ ჩვენ გვაქვს 4 ასაკის ბაღი, რომელსაც სხვადასხვა ნაზარდი აქვს, სხვადასხვა სახის მოცულობა აქვს მცენარის ტოტებს და ხდება სხვადასხვა სახის გასხლა. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შემდეგი სეზონისთვის მსხმოიარობა შევინარჩუნოთ და ხარისხობრივი მაჩვენებლები უფრო მეტად გავზარდოთ. იოტო აგრო მუდმივად ცდილობს, რომ ფერმერების მოცემულობა ძალიან კარგად შეისწავლოს და ყველა სეზონზე ინდივიდუალურად მიუდგეს ბაღში მიმდინარე მოვლენებს. ერთობლივად ფერმერთან ერთად მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ მაქსიმალურად მდგრადი იყოს მოსავლიანობა, დაზღვეული იყოს მეურნეობა რისკებისგან და დანახარჯებით შესაბამისად ოპტიმალური იყოს. იოტო აგრო გისურვებთ ნაყოფიერ აგრობიზნესს და მდგრად მეურნეობას.